მე რაღაც მარტივი საქმე მეგონა. თუ პროგრამარო გაქვს გიო ძალიან მარტივი საქმეა. როცა გაქვს პრობლემა მაგრამ რა არა, მაინტერესებს? ამახანაზე ვაკეთებდი როდის იცი? არა, რა მაინტერესებს ის? მე ესეც დააყენე ჩემ ჯიმა კოჩი. აუ ძალიან მომწონს და მაინც ანუ ქარხნულია და ძალიან ლამაზია რა. ხალხო ეხა ნახავთ. მე ნასოსი რომ მაგარი ჩახუტებული მაქვს. გენაცვალეთ. რა? აუ, ხوار გადავწი გამოიყურება. ჩვენია 3 დღის შუქებზე ალბათ არც კი ნახავთ საუკუნე. თუმცა ხსნის ჩვენთან. არჩე. ხალხო ჟელე და კაფე მისხია. გამარჯობათ. მორიგი ვიდეო. და რატო ვიღებთ მორიგ ვიდეოს? დღეს არ ვაპირებდით ამ ვიდეოს გადაღებას. დღეს უნდა გამაკეთებინა წვერით, წარბები რაღაცა სალონში უნდა ვისულიყავი, მაგრამ რულს როცა ვიღებ მარჯვენა საბურავთან რაღაც ხმა აქვს და დრო ვიძრები, კაცუნის ხმა აქვს მანქანას. მარჯვნივ, კონკრეტულად საბურავთან. რაღაცა არის იქ ამოვარდნილი, ან მოწყვეტილი, ან იგი, ან აგი ზუსტად არ ვიცი რა იქნება. ასე რომ დიღომში მივდივართ სახელოსნოში რა. ავაწეინებთ. რო ავაწეინებთ, ყველაფერს გაგაგებინებთ, რისი პრობლემა იქნება და ეს ვიდეო გაგრძელდება. ბამპერიც უნდა დაუტოვოთ მერე იგი, აგი და ბევრი რაღაც უნდა განახოთ რა ამ ვიდეოში. ასე რომ დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და სახლის პირობებში განახებთ, როგორ უნდა გააკეთოთ მახინა. შინა. ინა. ესე იგი, ჩამოვწიეთ მანქანა. სახლისკენ უნდა წავსულიყავით უკვე და ისევ ხმაური იყო რა. ხო და ესეთი ამბავია. ძალიან გადარჩენილები ვართ. კაროჩე წინ ძრავის ზაშიტნიკი არის პლასმასის და წინ არის გატეხილი რა მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში. მაქედან იყო კენჭი შევარდნილი და კარტერთან იყო ეს კენჭი აი ესე წვეტით გაჩერებული და ძრავი რო ქანაობდა კარტერს ერტყმეოდა ეს. ისეთი გადარჩენილები ვართ რომ რა ვიცი რა რომ კარტერი არ გატეხა. ეს უნდა მეჩვენებინა ეხა ის კენჭი ხო და ჩავაგდე ნაგავში წერან რა უცბად აღარ გადავიღე აღარც მახსოვდა ეგლიშბი გავაკეთოთ მეთქი რა და ხო და ჩამოვიღეთ რაღაცები გადაუჭირეთ, გადმოუჭირეთ, დაგვეხმარნენ მაგრად ბიჭები, გაგვიკეთეს საკაიფოდ და რა უნდა მეთქვა და ამოიწა. კაროჩე არაფერი არ უნდა მეთქვა რა. სულ ეს იყო, მოკლედ, რაც თავარია მოვაგვარეთ, მაგრამ ნერვიულობდი, იმიტომ რომ გაჩერებულზეც, ხალასტოიზეც რო ის რაღაც კაკუნის ხმა ქონდა, მეთქი რაღაცა ძრავის ისაა და კაროჩე, იმედია ხმა ისმის და იმედია ყველაფერი გესმის, ცოტა ხმაურია, მაგრამ არა უჩეს. მოკლედ, არაა დასპონსორებული ვიდეო ანალიზის გავცით, უზ მოტორში ვართ. მოვედი, უცბად დამეხმარდნენ. წავალ ეხა დავაწვევი და ბამპერს მოვხსნის წესით ხვალ და ზეგისთვის უკვე მთაწმინდაზე აუტან გიას რომ ბამპერზე სპლიტერები დაგვიყენოს. სულ ესაა რა. ცოტა ხმაურია, მოვედით. დაბლიდან ალუმინის ზაშიტნიკი რაც აქვს, ეგ ალუმინის ზაშიტნიკი იყო მოსაჭერი. მოძრაობდა და კაცუნის ხმა მაგიტო ქონდა რა სტержინიც გადასაჭერი იყო და რეგულირებადი სტержინი დამიწერეთ თუ იცით საიდან გამოვიწერო ამ პადვესკისთვის რომ კარგად გაძლოს რა იმიტომ რომ ცალი რეგულირებადი სტержინი არის გაფუჭებული სულ ეს იყო ეხლა დავაწექით უკვე სხვაგან სხვა საქმეებზე ესეთი ამბავი გვაქვს რა ამ ვლოგის გაგრძელება მოხდება ესე თინა მაჩუკა ოსმო პოკეტი მესამე თავიდან კადრები რაც ნახეთ აი ეს მანქანის აწევა რაღაცეები ჩემი მობილურითაა გადაღებული და ეს ყველაფერი ახლა ოსმო პოკეტით. დღეს მომივიდა ესეთი ამბავი მაკდონალდსთან გავაჩერე მანქანა. ხო და რო გამოვედი მაკდონალდსიდან უკანა საბურავი დაშვებული და დავაყენე იქვე, იმიტომ რომ გასასტრიმი მქონდა, გამოვიქედი სახლში, გავსტრიმე, ახლა მოვრჩი სტრიმს ღამის. აი გეტყვით რა დრო არის, ვერ მივაბრუნე, ჩემ სახეზე არის გაჩერებული და არ ვარ მეჩვეულეს რაღაცას. 2:30-ია. ახლა დავითა გამომივლეს. დავითას არ იცნობთ. გამომივლეს დავითა. ნასოს წავიღებთ. აუბერავთ საბურავს, ნახოთ გახეთქილი არის თუ არა და თუ გახეთქილი არ არის, მივიყვანოთ ვულკანიზაციაში რატო დაიშვა ვნახოთ. მოკლედ ნახოთ ყველაფერს რა დანარჩენს და ნახოთ ღამის კადრებსაც როგორ გადაიღებს ჩვენი ოსმო პოკეტი. დავაწექით. როსტო ვაჭიდე. ეგა დავითა მოვიდა ხალხო, აი დავითა ვინ არის? განახოთ ეხა. ოპა! წავედით. მოვიდა ნასოსიც ხელში მაქვს და დავიძარით. ბარო დავითო. შენ როგორ ხარ? ხალხო ეხა ნახავთ. მე ნასოსი რომ მაგარი ჩახუტებული მაქვს. გენაცვალეთ. ეხა ნახავთ ხალხო, როგორი ხარისხი იქნება. აბა დავით ეს შუქი ამით ერთ წუთი. ბიჭო, აი წავა რა. ხამე მაინტერესებს როგორ გადაიღებს. თან რატომაც არა გავდივარ მაინც გარეთ და ხო უნდა გადავიღო. ეხა ყველაზე ცუდი ფაქტი ის იქნება თუ ჩვენ
დაგხვდა საბურავი გახეთქილი. ეგ იქნება საშინელება, იმიტომ რომ მოგვიწევს მოხსნა და წაღება. ან ევაკუატორით. ხო, მოხსნა და წაღება არ ვიცი რამდენად მოხსნით, იმიტომ რომ კლუჩები არაა იქ. თან ამ ღამე ვერ ვიყიდით საბურავს. ეგაა პრობლემა, შანსი არაა რომ ეხლა თან უნდა ვიყიდოთ წყვილი. საბურავს ცალს ვერ შევცვლით. ხო და ვნახოთ მოკლედ რა მივალთ და განახებთ თუ დაიბერა. ყველაზე კაი ვარიანტი იქნება მე გმირთა მოედანს დავაწვევით და მივალთ და რაღაცა გავაკეთებთ. კი ბატონო. წავედით. წინ არის ეგერ აი ჩემი პატარა ნაკი როგორ საწყლად დგას. საწყლად დგას მეთქი და მისისინებულია იმენა. ამოდით განახოთ ჩემი სარეცხი მანქანა. ოპა. ავიღოთ ნასოსი. აი საბურავი. ესე დღეში გვაქვს. ეხლა დავბეროთ ამით და ნახოთ რა ვარი იქნება. ესაა, ხო. დავითი, ეგ მომე ჩავარჭო. ჩქიმჯიმა. სკაპან. სკოპან. ესე იგი, აი აქ. ამას ამოვიღებთ. მაგარი ქარია სხვათა შორის. და ოპა. ეს ჩავარჭოთ. აბა ნახე, დავითი. ეს ჩართე ჯერ თუ ჩაირთო. კი, კაცო, გიჟივით ხოძდეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაიბერება რა. თუ არ დაიბერა, მაგრა დაგვერხა, იმიტომ რომ ამ ხამე ხა ამის აღება, წაღება და გაკეთება ან შეცვლა იქნება არარსებული ფაქტი. იმედია დაიბერება რა. თუ არ დაიბერა, დაგვერხა. თუ, კაროჩე, არ დაიბერა ეხა, ესე იგი გასკდა. უეჭველი თუ ვაფშე არ აიწია რა. თუ აიწია, ესე იგი ხოძზე ვართ და იმამდე მივალთ. შეგვიძლიათ ოფიციალური ავტომარიაჟელები ვიყოთ. რატო დაიშვა მაგას ვერ მივხვდი, იმიტომ რომ აქამდე ჩვეულებრივ მოვედი ვაფშე, ჩვეულებრივ დავაყენე, გადმოვედი და მე რომ ვჭამე, შეიძლება არ ესიამონა რომ მარტო ვჭამე, გაიგე და ესეც არ შევიყვანე. საწყარი. ხალხო, ეხლა გავთიშავთ და თუ დაიბერება, პატაშორის ერთზე ავიდა. 2.5-ვარზე დავბეროთ, დავით და ისე დავიზრათ. ხო იგრე ჯობია. 2.5-ვარზე დავბეროთ და ისე დავიზრათ. ხო, ცოტა რომ მოიკლოს რა. დავბერავთ ეხლა ხალხო და თუ დაიბერება გეტყვით რა. ეგა ხალხო დაიბერა და სო დავაწექით ეხლა ლაგუნასკენ. სკაპან, კუპან და წავედით. რომ მივალ მე გაჩვენებთ ყოლისფერს, რომ მივალ დეტალურად განახებთ რა ჭირდა დისკს. მოსახერხებელი რამეა, ძალიან ერთადერთი ეხა რაც ნერვებს მიშლის არის ეს თვითონ DJI-ის მიკროფონის ბლოკი. აი დაბლიდან როა შეერთებული რაღაცა ძალიან დიდია, იმენა გეგონება. სამშენებლო ბლოკი აქვს დაბლიდან. იმედი მაქვს, რომ კაი ხარისხი არის. ეხა ღამე რა უნდა იყოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაინც კარგი იქნება. ტელეფონზე ბევრად უკეთესი იქნება ჩემი აზრით. თქვენ შეაფასეთ ხარისხი. შემდეგი ვიდეოები იქნება ამით და თინას დამსახურება და მადლობა თინას და მიყვარხარ. გამოვიარე ხალხო და რავი, დაკეტილია. გავაჩერე მანქანა დუაგზაზე. რომ მივიდეთ აზრი არა აქვს. ამ ღამე სხვა რა, აუ, ხო არ გადავ დავითავ სადიპო. ამას შეხედეთ ხალხო. ფორმოგინეთ. ამას უყურეთ ხოლმე. მაგრამ უყურეთ მთავარი ეხა აქ რა არის რა. აია რო ეს ნახეთ. ხვალ ჩვეულებრივ გამოვაღებინებ. ხო, გამოვაღებინებ ამას და იმით გააკეთებენ რა. არაფერი არა ეს ვაფშე. კაროჩე, ვინტი შეგვესო რა. ეხა დავაწვევით სახლისკენ. ან ჯერ მე და დავითა ყავას დავლოთ კოფე პატროპაემი. მე შეგვიძლია სახლისკენ დავგაზოთ რა. ხვალ განახებთ ამის გაკეთებას რა. მე დღეს ეხა ღამე ვეღარ ვიპოვი, მაგრამ კადრებს განახებთ აგერ. ბიჭო, აი ესაა პრობლემა პროსტა ყოველთვის, რომ ფარებს ვერ აფიქსირებს და ყველაზე ლამაზი არის ფარები, თო. ნახე? ვერ აღიქოს. მე კი აღმიქოს, მაგრამ იმ ფარებს, ის ფარები ძალიან უანათებს ვერ აღიქოს. მოკლედ, დავაწექი. ხვალ ამას წავიყვან გასაკეთებლად და თან გადავიღებ რაღაცეებს და შეგვიძლია რომ ეს ვიდეო გავაგზავნოთ მაგით. თავარია რომ ყველაზე მეტად მაინც გამიხარდა რომ მეთქი დაშვებულზე ხო არ ვიარეთქო და გახეთქილი არ იყოს თქო რა, გადაჭრილი უკვე საბურავი და თავარია არაა და საბურავის კიდო არ მომიწევს. გააკოცეთ. გამარჯობათ ხალხო, ესე იგი ამ ვიდეოში გაგრძელება გიო
ამ ვიდეოს გაგრძელება იქნება ის, რომ სალონში უნდა ავაძროთ, ახლა მე და გიო მის კარბონები რაც გადაკრული აქვს, იმიტომ რომ დიტეილინგში მისვლა ვერ მოვახერხეთ, ან ყველა დიტეილინგში ამბობენ 2 დღეს, 5 დღეს, 7 დღეს რომ უნდა დაუტოვო და ნუ ფიზიკურად არ გამოდის რა, იმიტომ რომ კაროჩი არც არის მაგდენი დღის საქმე რა. ეხლა მე და გიო გამოვწევთ მანქანას და შევბერავთ, მაგრამ სანამ შევბერავთ ამას Note-ში, ეხლა გიო მივცემ კამერას და Note-ში დავატრიალებ უცბად რეები უნდა ჩამოვწერო ყველაფერი, ბევრს გაინტერესებთ რა არის მანქანაზე დარჩენილი, გასაკეთებელი, რასაც პროექტში ნახავთ. ხო და გიოს გადავცემ კამერას და მე ვიბაზრებ და თან ჩამოვწერ და თან ბოლოს ჩამოწერილი უკვე ამონათდება ვიდეოში. ეხლა გაჩვენებთ ხალხო cold starts. რეალურად ეს არის E46-ის M3-ის ყველანაირად სტოკი ხმა. ვინმე არ მოგატყუოთ რომ სხვანაირი ხმა აქვს. ყველა სექცია პირველიდან ბოლო კოლექტორიდან ბოლო ბაჩოკამდე არის სტოკი აბსოლუტურად. მანქანაც არის მთლიანად სტოკი და რეალურად E46-ის M3-ს აქვს ესეთი ხმა. თუ რამე გაკეთებული აქვს, მაგ შემთხვევაში ეცვლება და ის ხმა რომ მოგწონთ ხოლმე ის რაღაცნაირი ხმა აქვს მაგ შემთხვევაში. ეხლა იმასაც მოგასმაინებთ, მაღალაბაროძე ცოტა გაცხელდეს, რომ მაღალაბაროძე მოგასმაინოთ როგორი ხმა აქვს და ესენი კი გაჩვენეთ ვიდეოებში რა. ესენი არის გადასაძრობი მთლიანად ყველგან სალონში აგერ სუმთლიანად მოკლედ რა ყველგან ეგაა გადაკრული, ბევრი რო არ ვიბაზროთ. ესენი უნდა გადავაძროთ მე და გიომ. აქაც რავი ყველგან ამას არ გადავაძრობთ. ამაზე შიგნიდან პლასმასია ტიპს დატოვებული, ალკანტარა აქვს მოძრობილი და ესაა გადაკრული და ყვითელი პლასმასია შიგნიდან დატოვებული რა. ნუ ეს ჩათვალეთ გადასაგდებია. ხო და უნდა გადავაკრათ ალკანტარა. მანდ მერე დიტეილინგი დაგჭირდება. ბამპერი გვაქვს წინა მოსახსნელი რომ დავუტოვოთ იმისთვის რომ წინა ტუჩი მიაყენონ. ფარები გვაქვს დასაპალიროკებელი, გვიჭველი, თან ჭირდება ისეთი პალიროკა რომ გაშკურკვა უნდა რამოდენიმეჯერ და მოკლედ შეიძლება ფარები მოხსნათ და ისე დავტოვოთ, ზუსტად არ ვიცი. ესენი უნდა იყოს პრიალა, ესენი შავი პრიალა უნდა იყოს. shadow line-ები რაც არის, ესეც მატოვი, ესეც შავი პრიალა უნდა იყოს. ეს შეღებვის დროს მანქანა რო შეღებეს, ეს არ შეუღებიათ და გახუნებული არის და ესეც შავი პრიალა უნდა იყოს. ანუ უბრალოდ პლასმასი არის, არაფერი უნდა მოიხსნას და შავი პრიალა უნდა იყოს, რომ ბევრად კარგად ჩანდეს. ეს დეტალი რაც არის დიდი ლაბაოვის ქვეშ. დორნიკები რაზეც არის, მოკლედ გრძელი პლასმასი ცენტრიდან მაგ გამოწერილი და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო. 6 თვის წინ გამოვიწერე და ჯერაც არ ჩამოსულა, რო იცოდეთ. საჭის განახლება, ალკანტარის გადაკრა. გვაქვს ესეთი ვარიანტი რა, კოლექტორს ან ავაწყობინებთ, ან რამე კოლექტორს გამოვწერ. ამას უყენია კატალიზატორიანი ამერიკული კოლექტორი, რაც M3-ს უნდა იყენოს, ნუ ამერიკაში ეგრე გამოდის M3-ები კატალიზატორით. კიდე რა გვჭირდება ახლა? ძრავის სერვისი, გვინდა ვანუსები და შიგნით კიდე რაც საჭიროა, ნუ მაგას გიო იტყვის. ამას ნელ-ნელა მე ყველა ვიდეოში ხალხო რომ ამოვარდება დავაპლუსებთ, რასაც გავაკეთებთ. რა ეხლა თუნდაც სალონში რომ გადავაძრობთ იმ კარბონებს, მე დავაპლუსებთ რა არის საჭირო. ეს გამოვაყენებ. ნორმალურად გავაჩერებ და მე და გიო შევბერავთ სალონში გაკეთებას. ეს აქედან, აი ნახეთ როგორია შიგნიდან რა. აქ ეხა წებოები აქვს, რო იცოდეთ, ყვითელი კვალი რაც არის წებოებია. ნუ ეს 1000 ჯერ მაქვს ნათქვამი რომ competition-ს მოყვება ეს მაკაგონები, ესეთი ალუმინის და დაკლეტკილი. საკმაოდ ძვირი ღირს, ალბათ რა მთლიანი სალონი $1500 ღირს მე მგონი. eBay-ზე ეგრე დევს მოკლედ. ამას ახლა გადავაძრობთ ნელ-ნელა რა. და თან გაჩვენებთ პროცესს. ეს არის მოხსნილზე გაკეთებული და შიგნიდან აქვს, ნახეთ? და რა ლამაზია ეს მაკაგონი, დედა. კი, აირბაგი რო გაიხსნას ამ შემთხვევაში შევით აი ეს რო გლიჯოს რა. მოკლედ ანუ მარტივი არ არის რა, მაგრამ ისეთი არ არის რომ დიტეილინგმა რაღაცა 1000 ლარი ძმა უნდა რაღაცა. ნუ დიტეილინგები ზირთადად ძალიან დიდი თანხას იტყობენ ესეთ რაღაცეებში. პრომატევადი არის, მაგრამ დიტეილინგისთვის არა რა. აი ძალიან მარტივია, ვინც ყოველდღე აკეთებს ამას რომ ესენი მოხსნას და აყენოს, იმიტომ რომ იქ ყველას საჩალეჯო აქვს ხან სალონში აკრავენ ხანის ხანეს. ეს არის დიტეილინგისთვის მაქსიმუმ 3-4 საათის საქმე. დაში არც 3-4 საათი. ფენი და უცბად გადააძრობ რა. ეს მოიცადე, ოპა.
ეს ადგილი ამებს მოვხსნით ახლა ნელ-ნელა და მოვაძრობთ შიგნიდან, მაგრამ როგორც ძველ მანქანებს, ყველას აი ეს შპილკები აქვს გაფუჭებული და ამას რამეს მოუხერხებ უეჭველი რა. ამ შპილკებს მე მოვაძრობ, გამოვიწერ ორიგინალს და კარგად გავაკეთებ. ხა მოვაძრობ და გაჩვენებთ როგორი იქნება შიგნიდან. ამას შეხედეთ ხალხო უბრალოდ. ამას უყურეთ, პროსტა რა ზიაქტებს გადაკრული. ამას შეხედეთ, პროსტა რა ლამაზია. ხო და აი ესე ჩალიჩობ ნელ-ნელა რო არ გავაფუჭო ლამაზად. ვაძრობ შიგნიდან აქ ჩაკრული, ეს ყველა არის მოხსნილი და ისე აქვს გადაკრული რა. საბოლოო ჯამში ნელ-ნელა მე და გიო მივყვებით და გაჩვენებთ როგორი გამო. აი რომ მოვაძრობ ამას, მე გაჩვენებთ როგორი იქნება. აი მოვაძრე ხალხო და აი ესეთი გამოვიდა შეხედეთ, პროსტა გაზიზინებულია. აი ეს როგორ შეიძლება პროსტა შეცვალო და კარბონი დააყენო. აი ეს მით უმეტეს რა კარბონით. ესეც კიდე ერთი პლასმასი ხალხო, გავაცილე სულ. გიო უყურებს ვიდეოებს, როგორ უნდა მოხსნათ აი ესენი სახელურები, ეს ადგილები რა. თორე ანუ მოხსნის გარეშე ვერაფერს ვერ ვიზავთ ვაფშე და ესენი უნდა მოხსნათ. მოკლედ, ესენ მდგომარეობაშია ეს რა. გაზიზინებულია, ვაფშე არაფერი არ ჭირდება. ნელ-ნელა კამერის ხმარებას ვისწავლი, რომ time-lapse-ით დავიდო ხოლმე სადმე აქ უკან და უკიდან გვერდიდან time-lapse-ით გადავიღო რომ თლიანი ესეთი კადრები რაღაცებს რო ჩალიჩობთ ხოლმე გაჩვენოთ და უფრო მეტ კადრსაც ნახავთ. თქვენი მაქამდე შეაბასეთ როგორი ხარისხი. ეს სამი უნდა მოიხსნას, რომ ეს გაძრეს. რო ის მოძრეს ხელის ამას აკეთებ სანტუენის ბურღვა, ხო აი ეს რატო გააკეთა, პროსტა ვერ ვხვდები რა, ვინც ნუ აი შეიძლება არ მოწონდა, მაგრამ აი ის კარბონის არ არის, რაც გადააკრა, ის არ არის არაფერი იმენა. მოხსნით ამასაც და გაჩვენებთ რა მოკლედ. აგერ ამაზე გეუბნებოდით, ნახეთ. აი ეს დამჭა. ამას მოვაცალე. გადაზიზინებულია ყველაფერი. გაჩვენებთ. ისიც მოვაძრეთ. ანახე, სახელური. ესეც მოვაძრეთ და ნელ-ნელა გიო მიყვება ეხლა და მოაძრობს იმას. გიო მოხსნა. გააკეთა. პროსტა ნახეთ. ეთყობა ყვითელი წებოები რა და გასაჩოთკი არის. კბილის შოთკით გაიმას ვიზავთ ამას მოვაცილებთ სულ ყველაფერს რა და ეგ იქნება. და მივუყენებთ მე უკან ისევ. იმ რაღაც მახინჯობას ჯობს. აგერ ამ მეორეც და მეორესაც ვაკეთებთ. ხო და რა შეეხება ამას? ესენი ყველა გავაკეთე მე. აგერ გავაზიზინე ესეც და ისიც. ანუ წინა მხარე აი ესენი რა, ვაფშე ყველა გაკეთებული არის, ვაფშე ყველაფერი. ნელა გაჩვენებთ ამასაც როგორ გაკეთდება. კარგე. ხალხო ჟელე და კაფე ვისხია და აქ ნახეთ რაც არის. აგერ ესენი წებოები რაც აქვს, აი აქ ნახეთ. ეხლა გადავატარებ და მიხვდებით რა. მიდე უხახუნე ჟორა. უხახუნებ კაცო, უხახუნებ. თელი დღე შეიძლება ეს ვაკაცო, უხახუნებ, აღარ მინდა, აღარ შევიდე. მოვა ვაფშე. საერთოდ ამოვიყვანა, დირკებშია ჩასული და ნახეთ თინას ვერ გაჩვენებთ ახლა. პიჟამოებში გამოვიდა ეზოში ხო და აი როგორიც უნდა იყოს იგდებს. უკანასიდან იაზადებს, ნახე. რა გააცალები? ის ზემოდან აი ეს რაც ეკრო. აი იდიოტობა. კაროჩე ნელ-ნელა ვაცილებთ რა ყველაფერს. უკანას მოვაძრობთ იმას და ამეებზე არაფერი არ ეშველება, ამაზე მოძრობილი აქვს და ამაზე ალკანტარას გადავაკროვინებთ. რბილი ის რაც არა, ნაჭერი ლამაზად რაც უნდა იყოს. წავიდეთ და გაჩვენებთ როგორი გამოვა. იერ არის ესენი. გავაცილეთ სულ არანაირი წებო აღარა აქვს, ზეთ? მგერ. ესეთი გამოვიდა. აი. ესეც მაკაგონები გაზიზინებულია ყველაფერი. ეხლა დავიწყებთ მე და გიო აწყობას. კი ბევრი ვიჩალიჩეთ. ეხლა დავიწყებთ აგერ ყრია. იმიტების გაკეთებული რაღაცა. აი ეხლა დავიწყებთ აწყობას და აწყობილზე შეგახედებთ როგორი იქნება. რასტორი წელით მოვაშორეთ. ის წებოები რაც ქონდა ჩარჩენილი, ფირის წებო იყო თვითონ რასტორი წელით მოვაშორეთ და დანარჩენი არც არაფერი არ დაჭიროებია რა. დავაყენებთ ახლა ყველაფერს ავაწყობ და გაჩვენებთ. დება ამას? არ მგონია. კი, ეგრევე შედის. აი ეგრე. აი შესვე? ასე?
ხო? ეგა, всё. Скапан. იმენა ნიზონი ბაბანგიდა ხარ. ეგა. სისვეჟის ნომერი 1 უყურეთ. ანუ ამაზე აძრობილიც არ არის პარკი. ამაზე პარკი აკვია სულ. და შვენივრად შეინახა კაი კაცმა თავისი გადაკრით ესეც გადაზიზინებული აი ეს წერტილია ხალხო მარტო. ნარჩენი აგერ კი ხედავთ. აგერ ესეც მიაყენა გიომ. მამა ესეც დააყენე ჩქიმჯიმა კოჩი. აუ ძალიან მომწონს და მაინც ანუ ქარხნულია და ძალიან ლამაზია რა. თან ჩვეულებრივი არაა, ქარხნული არის, მაგრამ ჩვეულებრივი არ არის. ეს მაგაგონები შეგიძლიათ ნახოთ eBay-ზე. $1500 ღირს დაახლოებით. თან ზოგჯერ ხო, ეგ ისა აქ მომწყდარი აქ. ნახავ ხო? ესეთი გამოვიდა. ამებსაც დავაყენებთ და განახებთ. ეგა აგერ ესეც შევსვით. და თავს დაადებარემ ის. ეს ბოკე არის, რო იცოდეთ, ჯასტინ ბიბერის ვეჩოსკით. ესენი გადაკრული არის და ესეც გავუკეთეთ. ამას ტყავი აკლია, ეხლა ტყავს დავუმაგრებთ და ეგა მორჩა. ანუ აქ არ ჩასვე? არა, ჩასვე. მორჩა. სო. ესეც ეს გაიწია ბოკე ერთ წუთი? აგერ. და ეს გავუკეთე ახლა. ერთი ეკლა. ყველაფერი ხოძზე. მოკლედ. მეტი აღარც არაფერი არა, გასაკეთებელი და დღეს ისეთი საჩალიჩო. ხო და დღევანდელი დღე ამით დასრულდა. ძრავის გაწმენდა დამავიწყო. ძრავი არის კიდე გასაწმენდი უეჭველი, იმიტომ რომ ორთქლით არის თან გასაწმენდი ძრავი და მაგასაც რომ მივიყვანთ, მაგასაც განახებთ აუცილებლად რა. ესე იგი ხალხო, ახალმა წლებმაც შეიარა, ბედობამაც, შობამაც, ძველი და ახალმა წელმაც. ვეღარ გადავიღე რა, ვეღარ მოვახერხე თან ფინანსები, თან ეს და არც მუღამი იყო და არც ხოდი იყო და მოკლედ დღეს ვიღებთ, რაც მთავარია. ესე იგი, ეხლა მე და მურთო სად მივდივართ, დღეს გეტყვით და რა გეგმები გვაქვს. მივდივართ GT-ში, უნდა დავაყენოთ მანქანა დაინოზე, რაც ყველას ალბათ ძალიან გაინტერესებთ, დაინოზე დავაყენებთ და ამ ვიდეოს ბოლოში უკვე გაჩვენებთ გავხსნი, გამშვებს, რაც გამოგვიგზავნა SES ტუნინგმა, გავხსნი, გაჩვენებთ რეებიდევს და მე უკვე ამ ვიდეოს დავდებ, იმიტომ რომ გიო რომ მოიცლის ერთ ვიდეოში ძალიან ბევრი რამე გაკეთდება, სულ ამ უნდა დამიყენოს ეს. პულტზე არის ვალვეები, პულტზე იღება და იკეტება იმის გამშვების, ბაჩოკის. ხო და გიო დაგვიყენებს მაგასაც, ელასტიურსაც, ბაქსად ჩამოვიღებთ ბარემ და ძალიან ბევრი რამე გაკეთდება და იმ ვიდეოში ყველაფერს გაჩვენებთ ვაფშე. მე იმ ვიდეოში იქნება თავიდან დაინოზე დაყენება, რომ რა შეცვალა და რა შედეგი მოგვცა უკვე გამშვებმა. წავედით დღეს ნახავთ ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს რა დღეს ნახავთ დაინოზე დაყენებას. მე უკვე შემდეგ ვიდეოში ნახავთ იმას რაც გითხარით რა. დალაიქეთ, მაგამდე არხი გამოიწერეთ, რომ ახალი ვიდეოები არ გამოგჩეთ, ცოტა ჩავქიმე და დიდი ხანი არ დავდა ვიდეოები, მაგრამ ამის მერე აღარ იქნება ეგრე გვერდებით. მე ვედით ხალხო GT-ში. აქ სავარაუდოდ რიგი იქნება, იგი აგი და დავაყენებ, ვეცდები რომ დავაყენო მანქანა და სადმე რომ გავაჩერებ, მე დაგელაპარაკებით უკვე ჭეშმარიტ სიყვარულს. წავედით ახლა. ესე იგი მოვედით ხალხო. მოკლედ. დაინოს გაჩვენებთ ახლა. აქ კი ხართ 1000 კაცი ნამყოფი, მაგრამ მე მაინც განახებთ. მოკლედ. დავაყენებთ დაინოზე ახლა. და პროსტა მინდა რომ გავიგო რამდენი ცხენი აქვს. რა მეტი არაფერი არაა საჭირო, უბრალოდ გავიგებ რამდენი ცხენი აქვს მანქანა სტოკზე და მორჩა. ეგაა გასარკვევი, მეტი არაფერი რა. ეს ეკლასი არის ძალიან ლამაზი. აი ეს. ეს არის მურთო, რომელიც უფრო ლამაზია. ტიპი რა ლამაზია, ხო არ გადავსაღ. ეს რა ძრავია? 6 და 4. ესე გამოიყურება ჩვენი M3 დღის შუქებზე ალბათ არც გინახავთ საუკუნო ტესტაროსას გვერდზე. ხოდა შორის ეს კამერა მე მგონი ძალიან კარგად იღებს ხალხო და თქვენითაც ესქენით მითხარით, მე და კომენტარებში დაწერეთ როგორ მოგწონთ.
მოკლედ მიდის მზადება დაახლოებით რამდენს ველოდები გეტყვით ვანუსები და სერვისებელია რაღაცა წვრილმანები შეიძლება გასაკეთებელი იყოს და ველოდები რომ სადღაც 260 ცხენი უნდა დაწეროს საბუროზე მეც ვერ დაწერს შანსი არა 323 აქვს სტოკს და სადღაც 18%-ზე უნდა გავყვეთ რომ საბუროზე რამდენი ცხენი აქვს გავიგოთ რა და დაახლოებით ვფიქრობ რომ ცოტა ნაკლები უნდა დაწეროს კიდე უფრო იმიტომ რომ მაინც ვანუსები რო არ არის მწყობრში მე ესე ვფიქრობ რა ნახოთ რამდენს დაწერს მოლოდინი არ მაქვს რა რაღაც ძალიან ბევრს დაწერს მაგრამ ჯანზე არა თქო რა თქვა არა ბიჭო ეს დისკები მომწონა ძალიან რა მე ანახე 212-ის დისკები ძალიან ლამაზია ძალიან მომეწონა და ის არის ასწაული ფერი დედას ვიცო რა ყრილგანოშია მჩნევ ისეთი ფერია ძალიან ლამაზია ძალიან ლამაზი მანქანა ეს ხოდში მყავს ნანახი და უფრო ლამაზია რა ის F80 M3 F80 ისაც M3-ია მურთო ეხა დიმა აბავს რო არ გაიქცეს თორე შეიძლება გაიქცეს ჩვეულებრივ ანუ შეიძლება მოწყდეს რაც ძალიან ბევრი ცხენი აქვს მთელი 260 აი აბარტებს რამდენი ცხენიც აქვს დაახლოებით იმდენი აქვს ძმობას გაფიცე მურთო შენც ხო უყურებ ხო უკმაყოფილი ვარ რაღაცით უკმაყოფილი ვარ შენ ძმობას ვიცავ რა გინდა კაი დაწყემდი ძმობას გაფიცე ცოტა ხანში სწავლობ თამშვიდე შია მე მგონი წელი დღე არ უჭავი ესე იგი ეს არის ძველი დაინო და დიმა ორ კვირაში იქნება ხო ეს ვიდეო რო დაიდება დაახლოებით 10 დღეში იქნება მეორე დაინო რა ის არის საქართველოში ყველაზე მაგარი დაინო ხო ყველაზე კარგი დაინო რაც შეიძლება ხო ყველაზე კარგი დაინო იქნება საქართველოში და ვისაც გაგისწორდებათ რავი ვისაც გაინტერესებთ თქვენი მანქანის ცხენები რო გაიგოთ რამდენ ცხენზეა რაღაცა აკეთიკით შეგძინეთ მოხვიდეთ იქ არის მოპირდაპირეთ და გაარკვევთ რამდენ ცხენზე არის თქვენი მანქანა ცოტა რიგებია ხოლმე პროსტა და ნომერზე უნდა თუ Instagram ნომერზე ხო ჯობია ხო ჯობია რა იმიტომ რომ ესე რომ მოხვიდეთ უეჭველი ბევრი ხალხი დაგხვდებათ და უკან წახვალთ და ჯობია ჩაეწეროთ და მერე მოხვიდეთ. ის არის ლიმიტი აქვს. ანუ ბოლომდე რო არტრიალებს ვერც გავიგებთ, ხო? ჰა? სიჩქარის ლიმიტი აქვს მანქანას და ნუ ფიზიკურად ვერ გავიგებთ. ხო და სიჩქარის ლიმიტის მოხსნა გვინდა ხა რა. და მეხუთეს დაახლოებით 8-მდე და მე წერს ცხენს და 236 რატო დაწერა? და 236 რო დაწერა? აი, ყველაზე პიკი რაც იყო 5-ე საბოლოოდ რაღაცაზე. ნახე როგორ მოდი. ანუ კიდე უფრო მეც დაწერს. ხო, იმიტი ვარ. აკაშურო ძალ ყოველთვის რა, დინოს. ნახე სუზემოთ მიდის. ანუ ეს უნდა ჩატრიალებულიყო. აი ამდენი ჩატრიალებული წარმოგიდგენია, აი აქამდე მოვიდოდა, მაგრამ 280-იც იქნებოდა ეს დაახლოებით. 280-იც იქნებოდა, ხო? ხო, პლუს მინუს ეგრეთი. მოკლედ. ამას რო შევხედოთ, მინუს აი 280 დაარტყა რა ვეჭო. просто ვერ მიწუდა რა, აი არ ხო. ანუ არ არის 180-ზე. ვაფშე სტოკია კატალიზატორებით, ვაფშე ყველაფრით საერთოდ. მოკლედ, ხალხო, ვერ გავიგებთ რა ტყუილა ხა ლიმიტის მოხსნა უნდა ის ეს რაღაცეები ჩალის აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თან ნუ სპორტზე მაგას მე ვილაპარაკებ ტყუილა აქ რო არ მოვაცდინოთ, იმიტომ რომ სპორტზე კი არა და ბოლომდე აწეული კაროკას რო ბოლომდე უწევთ, გადართვის სისწრაფეს, მაგ დროს ნასოსი მაღალი წნევით მუშაობს და რატომღაც კაროკა ანთებს ხოლმე რა. ხო და მეგეც მე სულავასთან ვანახებ გიოს და გიომეტყვის რისი ბრალია რა, იმიტომ რომ ეგრე არ შეიძლება მაინც რომ დამჭირდეს რო რამე დაინოს დაყენებაც, ან რეალურად რამე შეიძლება გაფუჭდეს რა. ხო და დიმა როგორც ამბობს, დაახლოებით 280 უნდა დაეწერა, ეხლა 240 დაწერა მე5 აბაროძე, მე5 სიჩქარის და უნდა დატრიალებულიყო 10 აბაროძე. კი განახეთ ვიდეოში რა. დაახლოებით 280 უნდა დაეწერა და 280 სტოკისთვის ხა კატებით და ყველაფრით იდეალურია. ლიმიტს მოვახსნევინებ, რო გავაკეთებთ მთლიანად კოლექტორიდან ბოლომდე, მე უკვე დავაყენებთ დაინოზე რა და გაჩვენებთ კიდე დაინოზე რამდენს დაწერს. ავედით ხა.
ესე იგი ხალხო როგორც დიმამ თქვა, მეხუთე აბაროძე მეხუთე სიჩქარის რო დაწერა რამდენი დაწერა 236 შესაბამისად ანუ ბოლომდე უნდა დაატრიალდეს ანუ 9 აბაროტი უნდა დაატრიალდეს 9000 RPM-ით რო დაატრიალებულიყო და ახლობით 280 დაწერდა რო გაეწურა როგორც უნდა გაიწუროს და გაიტესტოს დაწერდა კაროჩე მაგდენს 280-ის საბურავზე სტოკისთვის ვინც ახლა ერკვევით და იცით რომ არის კატალიზატორებით ვაფშე ყველანაირად სტოკი ერთადერთი რავი რაც უყენია თუ ავტერმარკეტი არის ეგეც რომ რაღაცას უმატებს ორცხენს ალბათ შეიძლება არც კი კაენდენის ფილტრი არის ჯახას კასტომსმა რომელიც მოგცა მადლობა ბიჭებს კიდევ ერთხელ ხო და რა ვიცი ყველანაირად სტოკი მანქანისთვის ალბათ ის ცხენი რაც უწერია 333 ძრავზე საბურავზე არის რაღაც 280, 270, 280, 18%-ზე უნდა გაყო, ხო და მე მგონი ძალიან კაი ცხენია რა. მაგრამ მაინც ჩვენ გადავამოწმოთ და ვნახოთ, ლიმიტი უნდა მოვახსნავინოთ გიოს და მან მივდივარ ახლა რა. მოვედით კაროჩ გიოსთან. გიოს არა აქვს პროგრამა, რაღაც პროგრამა გადმოიწერა, რომ speed limit-ი მოხსნათ. გიო რა არის ეგ? მაინც ცოტა ხანი და გეტყვი. რაღაცებს იმაში ვაკეთებს, რომ MSS რაღაცა პროგრამა არის, მოკლედ თვითონ არა აქვს პროგრამა, რომ speed limit-ი ჩავხსნათ და ეხა გადმოიწერს ჩემს ნასტროიკას თუ პროგრამას მანქანის. მე იქ ჩავწერთ და speed limit-ის მოხსნის საფასურს დაწერს ის რა. რომ გავააქტიუროს speed limit-ის მოხსნა. ხო და გვეტყვის რამდენი დაჯდება. ეს რაღაც უცხოური პროგრამა არის რა. უცხოური. speed limit-ის მოხსნას თუ ამდენი ჩალენჯი დავამბო და მართლა არ. მე რაღაც მარტივი საქმე მეგონა. თუ პროგრამა რო გაქვს გიო ძალიან მარტივი საქმეა. როცა გაქვს პრობლემა არის, ამ მანქანაზე ვაკეთებდი როდის იცი? არა, რა მაინტერესებს, ეს ზოგადად პროგრამა უნდა გქონდეს ვაფშე ნაყიდი? რო ყველაფერი მოხსნა? პროგრამატორი გინდა სპეციალური. არა, ეხლა რას გეუბნები უყურე? მაგ პროგრამაში რო სულ ყველაფერი იყიდო. აი, CSL-ის პრაშივკა რაღაცებს სულ ყველაფერი რო იყიდო. მერე ყველა ჩაწერაზე ყიდვა მოგიწევს. არა, ერთხელ იყიდი და всё ლიცენზიას ყიდულობ შენი მანქანაზე და და მერე სულ გაქვს speed limit-ის მოხსნა სიტყვაზე, ხო ერთხელ რო იყიდი? ამ მანქანაზე კონკრეტულ ამ მანქანაზე. და სხვა ვინკოდს რო ნახავს? ვინკოდზე სხვა ის. მოკლედ, გიოსთან ცოტა აცივდა რა. მაგრამ შეგიძლიათ მოხვიდეთ. მანქანები საერთოდ არაა, ხალხო, მუშაობა ვაფშე არა აქვს, რავი, როგორც ხედავთ. მანქანა არ დგას, მარტო გიოს მანქანები დგას, რა 2-3 მანქანა დგას. საერთოდ მუშაობა არა, არ ვიცი, პროსტა რა და იქნებ მოხვიდეთ, გთხოვთ რა, პრომოკოდი აკებს არ უთხარით და დაგიკლებთ და შენო. იმდენად არ არის მუშაობა. ჩვენ გვიწევს სერვისი, უეჭველი, ვანუსების, იმიტომ რომ უკვე ხმაც აქვს და რაღაც რავი რა, ესე რომ დავდივარ არ მინდა. ბაკი უნდა ჩამოვიღოთ, ელასტიური შევცვალოთ, ის 700 ლარიანი ელასტიური რომ მიდევს სახში. სერვანჩი კი მიდევს, მაგრამ მაინც ხო მიდევს, შევცვალოთ, დავაყენოთ რაღაცეები და კაი ვიდეო იქნება რა. ამის მერე გიო რომ მოიცლის, ახლა კვირას ორ შაბათს. ვიშალჩებთ ვაფშე ყველაფერს. პულზე ყოფილა გიო. პულზე ყოფილა. არაფერი არ დაჭირდება საერთოდ წვალება, ხო? პულზე არის ის გახსნა დაკეტვა ვალვეების და ეგეც, კაროჩე რა, მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო, ახლა გიო ამოიწერს პროგრამას და გეტყვით რა დაждდება, რა ხდება, მოხსნით თუ არა. ესე იგი, ხალხო, გააკეთე გიომ. რაღაცა 20 ევრო გადავიხადეთ, 20 ევრო დაждდა. ეხლა ჯერ არ ჩაგვიწერეთ თუ ჩაიწერა გიო? ჯერ არ ჩაუწერია. მოკლედ 20 ევრო დაждდა ეს speed limit-ის მოხსნა და კიდე რაღაც წვრილმანები დაამატა და სულ 20 ევრო დაждდა. მე რატომღაც მეგონა რომ 200-300 ევრო იქნებოდა, იმიტომ რომ რაღაც უცხოური პროგრამა როა მაინც. ხო და რო ჩავწერთ, კი განახებთ რა გამოვა. ეხლა ვიყიდეთ $70 ფლეშერი, რითიც უნდა მოიწერო პროგრამა და მე სხვა ჩაწერო რა. მოკლედ, ანუ თქვენს რო დაგჭირდეთ, რომ იცოდეთ, გიოს აქვს ნაყიდი გვაქვს. ანუ გიო, მე რა მაინტერესებს, ეს ეხლა ეს პროგრამა, ხო სხვა მანქანაზეც იმუშავებს, კაც მარტო ამაზე ხო. ხო, რო იცოდეთ, რომ რამე ამ E46-ზე არის და E90 თუ რაღაცა ეწერა, E39. E39-ზე და იმასე რა. M5. ხო, ვისაც დაგჭირდებათ, რომ იცოდეთ M-ებზე, ანუ ეს პროგრამაც აქვს გიოს და შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, ჩაანასტროიკოთ და რაღაცები გააკეთოთ. რა თქმა უნდა, ეს არის ფასიანი სიამოვნება და მთელი ამბები. დამოვედი გიოსგან. იმიტომ რომ ის ფლეშერი პროგრამა რაც იმის გამო რომ ჩაეწერა
გიოსის ნასტროიკის თემა არის რა იგივე ნასტროიკა არის როცა რამის ამოშლა წაშლა რაღაც ჩამატება გინდა იგივე ნასტროიკა არის და პროგრამა აკეთებს მაგას რომელიც ვიყიდეთ $70 და K არ გამოგვიგზავნეს იმიტომ რომ ნუ რავი ანიმატთან გვიანია ანისა ნუ რავი რის გამო არ გამოგვიგზავნეს როცა გამოგზავნიან მე ჩამოვალ გიოსთან და ჩავწერთ მაგ პროგრამას ასე რომ დღევანდელი დღე ამით დასრულდა speed limit-ი ვერ მოხსენით და მაგიტომაც ნუ დღეს აზრი აღარ აქვს დაინოზე მისვლას და როგორც კი მოხსნე მივიყვან თავიდან დაინოზე რომ გაგვიკეთონ კი არ დაწეროს ცხენების ზუსტი რაოდენობა ზუსტად რამდენი ცხენი გვამს მუთი ცოტა დაიკალა არა უშავს დღე ნომერი მე-7 მოკლედ SES Tuning-ის საჩუქრები Turner Motorsport-ის Turner Motorsport-ის ეგზოსტი და აქაც დევს არ ვიცი რა დევს არ გამიხსნია ხელი არ მომიკიდია 2 კვირა სახლში აი ესე როგორც ხედავ ჩეფუტული მიდევს ძალიან დიდი მადლობა SES Tuning-ს პირველ რიგში რავი პროექტში ალბათ ყველაზე მეტად ეგ დაგვეხმარა და ნელ-ნელა გავხსნი ხა ამ რაღაცებს გაჩვენებ ეს ვიდეო ამით ნახავთ ამ ყველაფერს დასრულდება და შემდეგი ვიდეო იქნება ამ ყველაფრის დაყენების ხმის იგი აგი რამე რომა დავიწყოთ ამით Turner Motorsport Mirror Chrome რა არის არ ვიცი აი სადა ერთი წუთით ეს რა შეიძლება იყოს აბა ნახოთ რა ჩაგვიდო Mirror Chrome ბიჭო ის იქნება ეგზოსტის თავები უყურე რამ ხელა ხო არ გადავ მოიჭე გავხსნა რა ლამაზია ბიჭო ძალიან კაია ხო არა ხადაო ბიჭო რა ლამაზია ამას უყურე ძალიან კაია იმენა ბობოლა ძალიან მომეწონა ეს კაი ამას ჩავდებ უკან ხა 4-ვე ესეთი არის და ტყუილა რო აღარ გაჩვენოთ რა აუ ძალიან ლამაზია ხო ძალიან ლამაზია მურთო ძალიან ლამაზია მომეწონა მართლა დაჟე ამ ხელას და ისეთ ლამაზს არ ველოდებოდი ამ ხელა არასდროს მინახავს აი ესე იგი აქ არის 4 ცალი აქ გვაქვს 4 ცალი ეგზოსტის თავი 4-ვე აგერ ესე და გვაქვს ესეთი შავი ყუთი სავარაუდოდ ამაში იდება პულტი და რაღაცეები გოგითხარი ბიჭო მე ყველაფერი ვიცი აქ მე ყველა მიცნობს ამით გავაღებთ დავკეტავთ სექსუალურად ეს ლამაზად ჩავდოთ უკან აქ რადევს და აქ უკვე კაბელები რითიც უნდა დავაყენოთ ეს ეგზოსტი რო დაიკეტოს გაიღოს და ეს ბლუთუზი რითიც დაიჭერს ეს მომეწონა აუ ძალიან კაი რამეა აღწერაში იდება ლინკი ხალხო ვისაც M3 ყავთ და ვისაც M3 არ ყავთ მაგრამ E46 ყავთ და მოგეწონათ ჩვეულებრივ შეიძლება უკანა საზაპასკის ადგილის გადაკეთება რო დადგეს შეიძლება ისედაც დადგეს სულსად არ ვიცი ამ ფასდაკლება არის ახლა ღირს $1000 და ნუ ხმას და რაღაცეებს კი ნახავთ ვიდეოში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა SES Tuning-ს ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ესეთ რაღაცას ხო გეუბნები აი ნუ რავი ჩვენს ქვეყანაში ქართულს არ გაუკეთებია ესეთი რამე რომ ქართველი არ დაგხმარებია ესე და უცხოელები ვიღას ტიპები რომლისთვისაც ჩვენ ჩინურად ვლაპარაკობთ თქვენს ხო იცით რომ ეგრეა ამათთვის ჩვენი ენა არის ჩინური ხა რაღაცას ვიღას ტიპი ჩინურად ლაპარაკობს ვიდეოში და გები და ეხმარები მაგრამ ნახეს რომ საინტერესო პროექტია თუ დაინტერესდებიან ჩვენი კომპანიებიც საწვავის ბენზინგასამართსადგურები ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის გაგრძელებისთვის აუ აქ აუ რა ხდება აქ როგორი ისაა ნახეთ ხო რომ რამე არ მოსვლა და მოდი აქ მურთო ესენი უკან უნდა ჩავდოთ რომ მე გიოსთან წავიხოთ ესეც ჩვენი ეგზოსტი Turner Motorsport-ის რომელიც არის
ნირჟავეიკა არ ვიცი ქართულად. Stainless steel არის იმათ ინგლისურად. მოკლედ. ძალიან ლამაზია, ძალიან კაია. უცან მოწოს რა. ერთი სული ვაკროდის და ეხა წოდადი გავხდა, ეხა უნდა გავათენო აქ. აი. გაჩვენებთ ეხა ითოეულ ტრუბას, რო? თქვენც რო დაინტერესდეთ და ყიდვა მოგინდეთ, რო იცოდეთ რასთან გვაქვს საქმე. გიოსთან კი თავიდან უნდა ამოვიღოთ ეს ყველაფერი და იქაც ნახავდით, მაგრამ ნუ მაინც ამდენი ხანია მე ველოდები და ამდენი ხანია თქვენც ელოდებით და რატომაც არა. აქ ეს არის, მოიცადე. ორნახევრიანი, როგორც ვიცი ორნახევრიანია და საკმაოდ კარგადაა, ხო, რაღაც გაკეთებული. კარგია, იმენა ლამაზია რა. აუ რა, კაი გაზიზინებული. ამას აღარ ამოვიღებ. ზუსტად იგივე ბაჩო კიდევს აქ. თუ ამოვიღო მურთო. ხო. ამოვიღოთ. თუნცულა ხსნის ჩვენთან. ესე და ოპა. აი თუნე გახსნილია, ოილოვე ჩარჩებოდი. ესეც მეორეს არ აწერიო. ესეც მეორე. ესეც ესე არ დაიხაზოს. და აქ რა გვაქვს? აქ გვაქვს სამაგრები დევს. შიგნით ამას აღარ გავხსნი. და ამოვიღოთ ესეც. როგორი შეფუთულია ისე რომ ანუ რამე არ დაუზიანდეს და ამხელა ბუბკები და ისინი მაგარია რა ასწორებს ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა ნახე ყველგან როგორი რა ამხელა პზერო იწყება იმის თქმა უნდა და ხალხო რა რომ იცოდეთ იმიტომ რომ ეს ესეთია თვითონ ესეც ჩვენი ეგზოსტი. ესე იგი, რაც გვაკლია არის ეხლა კოლექტორი არ მოყვებოდა. ეს არის section 1-მდე, სექცია 1-ის, უკანა მხარე არის ბაჩოკებით. ესე იგი, ჩემი აზრით ძალიან კარგ შედეგს მოგცემს კოლექტორით. აი კოლექტორს რამდენად ვიშოვი არ ვიცი, ევროპული კოლექტორი მინდოდა და ნუ ვერ ვიშოვე, რა თქმა უნდა, აქ ჩვენთან არ იშოვება არაფერი. ძალიან დიდი მადლობა SES Tunings ძალიან ბევრი #SES Tuning და გულები დაუწეროთ უეჭველი კომენტარებში, იმიტომ რომ ჩვენგან რაც შეგვიძლია ერთადერთი ხარისხიანი ვიდეო არის და კარგად გაკეთებული და ისე რომ არ დავიზაროთ რომ მართლა ნორმალური ეს გავუკეთოთ, რეკლამაც არაა რა, იმიტომ რომ ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიტია ამერიკაში. ხო და ბევრჯერ ამონათდება SES Tuning, რაც შეეხება საიტს და ამ თვითონ ვიხლობს აღწერაში იქნება ბმულზე გადახვალთ, ფასდაკლებული არის და ფასდაკლებული ფასით შეგიძლიათ გამოიწეროთ. წონა არის 27 კილო, დამიჯდა $240 წონა ჩამოტანა და პლუს $1000 18%. დამბაჟება $180. დანარჩენი თქვენ დათვალეთ. ხო და დანარჩენს ამ ვიდეოთი დაგემშვიდობებით, იმედია ლაიქები ექნება, რაღაცეები. უბრალოდ мотиваციაა, სხვა არაფერი რა. იმედია ლაიქები ექნება და შემდეგ ვიდეოში უეჭველი ვაყენებთ რა, ხო? შემდეგ ვიდეოში უკვე აწყობის ვიდეო იქნება, რომ ამ ყველაფერს ავაწყობთ, დავაყენებთ, უკან რამხელა თავები იქნება. იქ იმედია დადგება. დავაყენებთ ყველაფერს და ამ ვიდეოთი დაგემშვიდობებით ხალხო რა. იმედია მოგეწონათ ეგზოსტიც, იმედია მოუხდება და კაი იქნება და SES Tuning-ისგან ველოდებით კიდევ CSL-ის კარბონის Airbox და კიდე რაღაცეებს და საბოლოო ჯამში გამოვა იმენა ბაბანგი და წავედით.